დღეს გადავიღებთ Minecraft-ის challenge, სადაც გვეძლევა მხოლოდ 2 საათი იმისთვის, რომ ავაშენოთ ყველაზე ეპიკური ციხესიმაგრე, რომელიც დაგვიცავს ზომბი აპოკალიფსისგან. და ვიდეოს ბოლოში ჩვენს ნამუშევრებს ჩაუგდებთ ხელოვნურ ინტელექტს და ის განსჯის, ვისი ციხესიმაგრე იქნება საუკეთესო. გვეძლევა მხოლოდ 2 საათი და ვთავ ტაიმერს. ათვლა დაიწყო. სწრაფად უნდა მოვჩეხოთ. სხვათა შორის დღეს ჩემთან ერთად არის ჩემი ძმა. მოგესალმებით. ბიჭო, აქ ის არ მუშაობს, ხემთლიანად რო ეცემა. რა მაინც და მაინც ახლა გათიშე. მუშაობს კი, ნაჯახი უნდა გქონდეს. ნაჯახზე მუშაობს მხოლოდ? თან არ გვაქვს დიდი დრო და უნდა მოვიფიქროთ, რომ ავაშენოთ საუკეთესო ციხესიმაგრე, რომელიც დაგვიცავს ყველაფრისგან. ხო, ანუ პრობლემა მარტო მგონი იმაში არის, რომ დრო გვაქვს ძალიან ცოტა და აი ძალიან სწრაფად უნდა ვქნათ ყველაფერი. მე ხა თქვა უნდა მოვიპოვო. თან ანუ საჭმელიც უნდა ვიპოვოთ, რომ არ მოუკვდეთ, რადგან ძალიან რთულია რა. დამოვიწყე Minecraft-ის თამაში ამ წამს. იქ ლავას ვხედავ, ბიჭო, რკინას თუ ვიპოვეთ, შეგვიძლია ჩავასხათ იმაში ვედროში. ხო, კაი აზრია. მე ავიღე პირველი. ჰეი. გამიყვანე ყველაზე ჩქარ ტექნიკას, ვთხრით ყველაზე ქვევით, ყველაზე სარისკო, მაგრამ ყველაზე ჩქარი ტექნიკა. ამ ლაფატკებს და რაღაცებს ვასწორებ, ბიჭო, არ მაქვს მაგას დრო. რკინა ვიპოვე. გაგიმართლა, ხო? ნუბებს უმართლებ. ხო. სტაჟიანი მოთამაშე ვარ, Minecraft თამაშობდი, კაი დიდი ხანი. მაგიტომ ფიქრობ, რომ ჩემი ციხესიმაგრე იქნება ბევრად უკეთესი, ბევრად უფრო ეფექტური, ბევრად უფრო დამცავი ყველანაირი ყველაფრისგან. არა მგონია, რადგან მე მოვიგებ ამ challenge-ს. მე უკვე ბევრი რაღაცები მოვიპოვე, ასე რომ მე უკვე შენს წინ ვარ. სხვათა შორის მეგობრებო, ეხლა სახში არ ვიმყოფები, არ წამოვიღე კოსმეტიკა, ამიტომაც შეგიძლიათ დატკბეთ ჩემი მუწყებიანი სახით. მეგობრებო, აბა მითხარით, თავიდანვე თუ შეამჩნიეთ ეგ, თუ მერე როცა თქვა მერე შეამჩნიათ, ეგეც მაინტერესებს, იმიტომ რომ ბიჭები ზოგადად არ ვაქცევთ მაგას დიდ ყურადღებას და გვიკვირს ხოლმე გოგოები რატო აქცევენ მაგდან ყურადღებას მაგას. ხო, ნუ ეგ პროსტა პირველი ვიდეო, სადაც აი ნული მაკიაჟით ვზივარ და ხო იცი ცოტათი ესეთი ვარ. კი მეგობრებო, მეც ასევე ნული მაკიაჟით. გავთხილებთ. ბევრ ნახშირს ვხედავ. ბიჭო, ხამდება. საჭმელიც არ მაქვს. და მე ხა რაღაც რელაქსზე დავდივარ, ხო იცი, ღორებს ვკლავ, თითქოს არაფერს არ ვაგროვებ. და ხო იცი დამერხევა. უნდა მოვიფიქრო, ყველაზე რომელი რესურსი იქნება ყველაზე კარგი, რომ იყოს ყველაზე დამცავი, ყველაზე გამძლე, რომ ზომბი აპოკალიფს გაუძლოს. აქ ბეკეკები რო არის, ანუ შეგვიძლია დავიძინოთ რა, შენც თუ გაქვს ვული. მე თუ დავიძინებ, ანუ ვერ გათენდება. ნუ ღამით მაინც სხვა გეგმები მაქვს მე. რა გეგმები გაქვს ერთი? ციხესიმაგრე ჰაერით არ აშენდება ხო? საჭმელი უნდა გავიკეთო. უჯანდება დარხეული მაგ. ანუ ღამდება ბიჭო და რა ვქნა? რა ვქნა? გაიქეცი და დანებდი. ბიჭო, საწოლი დაიდგი სადმე რა და დავიძინოთ. არ მინდა ღამით. საწოლი რო არ მაქვს მატყლი. ბომჯი ხარ? არა. ყვავილი არ მგონია რომ დამჭირდეს, იმიტომ რომ არ არის გამძლე მატერიალი. თუ დამეთანხმებით. მიკროფონი გავთიშე ახლა, ან დიმას არაფერი არ ესმის. მოკლედ ახლა ჩემი არ ესმის მარსელინს, მაგრამ უნდა ვიპოვო გამოქვაბული, სადაც ვიპოვეთ ყველაზე კარგ ქვებს. ყველაზე ძლიერი ქვა ჩემი ეს არის cobbled deep slate-ი, აი ეს ქვა, თუ ჩასვავს edit-ში, ამის გამო დააშენდეს. მე რისკიანი ბიჭი ვარ და მიყვარს რომ პირდაპირ ქვევით ჩავხარო, მიუხედავად იმისა, რომ ქვევით შეიძლება ლავა იყოს. როცა პროფესიონალი ხარ, ზოგჯერ რისკზე უნდა წახვიდე, რომ challenge-ი მოიგო. კაროჩე მეგობრებო, ეხლა ეს მთავარი არ დავიწვა აქ სადმე. yes. ლავა მაქვს. მეგობრებო, ძალიან კაი, ძალიან დამჭირდება. აი მე არაფერი არ ჩანს, სადვარ. რაღაცებს ხედავ, ის რა არის? მე ცოტა ხანი იმას არ დაველაპარაკები და თვითონ თავი იტეხოს. რაღაც ანათებს. რა ანათებს და? ეს იქნება ზუსტად პირველი challenge-ი, სადაც გამოჩნდა ზომბი, რომელიც უნდა დავძლიოთ. ეს მაგის ფაკელები არა? უეჭველი შიგნით ჩავიდა. გე ზომბი. შეგაღნები დავჭირდება რომ კარგად გავანათოთ, რომ ზომბი დავინახოთ და ჩავყოთ რამე. მიკროფონს ვთიშავ, რომ დიმამ არაფერი გაიგოს თუ სად ვარ და რას ვაკეთებ. ერთი ბუმბულით რამდენი ის არის უნდა გავაკეთე, რომ გამოვიყენო ომში. ერთი ბუმბულით არ გაკეთდება ბევრი ის არის. ჩემი აზრით ეს 2 საათი ისე სწრაფად გაივლის, რომ ვერაფრის შეგროვებას ვერ მოვასწრებ. და რა გავაკეთო, ანუ რესურსები მჭირდება, ბევრი ქვა დამჭირდება, რადგან თუ castle უნდა ვაშენო, ასნია ბევრი რამ დამჭირდება რა. გამოდროთ
ხარი უნდა გავაკეთოთ. მასთან იღებს მიღწევასო. რკინა იპოვა ჩათლახი ეგ. მეც ვარ შახტაში გონია რა. ამდენი ნახშირი მჭირდება, მგონია რა ტყუილად ვხარჯავ დროს, წავალჯობია ვიპოვის სხვა რაღაცას. მეშინია დაბლა ჩასვლა. მე ვეღარ ამოვალ, ხო იცით? კაი ჩავალ. კავრის კავკას ახლა ხვდებით. თორე ბევრი რესურსი დავჭირდება. ციხესიმაგრე უნდა ვაშენოთ. ხახ ხვდებით. ბიჭო, რამე საინტერესო მინდა. არაფერი ისეთი არ არის. ეხლა უნდა ვიპოვოთ ყველაზე კარგი რესურსები, რაც არსებობს. იმასაც დამიუთული აქვს მიკროფონი, ეტყობა. კიდე იღებს მიღწევას. მონსტრებზე მონადირე. ბევრი მონსტრი მოკლა ეტყობა უკვე. დიმა PvP-ში კარგია. ჩემგან შედარებით. ვაუ, რა ბიუტიფულია შეხედეთ სად აღმოჩნდი. შევებრძოლოთ წყლის ქვეშ. ოპა. იღებს მიღწევას რეები ხდება ბიჭო, რას ბრძოლობს ამდენს. კიდე აქ დებილი დაუდივარ და რაღაცებს ვთხრი. დიმა ძალიან კარგად თამაშობს Minecraft-ს, ამიტომაც ცოტა არ იყოს მეშინია. ბიჭო, მეტი რკინა მჭირდება, რომ რაღაც ტრაფები ან რაღაცები გავაკეთო, რომ მე გადავჩე ზომბი აპოკალიფსში. კიდე რკინა, რა კაია. დიაში დაგჭირდება ალბათ redstone-ი, რომ გავაკეთოთ საინტერესო რაღაცეები. გარეთ გავაკეთე. ანუ უნდა მოვიფიქრო, რა უნდა ავაშენო ისეთი. ანუ არ მაქვს მოფიქრებული, ვაფშე აზია არ ვარ, რო გითხრათ. შუშა მართალი არ არის გამძლე, მაგრამ კაი ხედი ხონდა კონდეს ციხესიმაგრიდან რა. ისეთი გარესკვა გაცურვის. ყველა ვარიანტში დამჭირდება 3 ქვა. ალბათ იფიქრებ 3 სუფთა ქვარაში დამჭირდება, მაგრამ ციხესიმაგრე შენდება კარგი ქვებით. კარგი ქვებს კიდე ჭირდება სპეციალური დანადგარი, რომელიც არ მგონია რომ მარსელინმა იცის როგორ მზადდება. დედა! ბიჭო! ის ხმები მესმის მეორე ოთახიდან. ვიჭველი რაღაცა ბრძოლაში არის. არ მინდა მაგდა შევკამ ცოტა შახმელს. ეხლა რომ დაეწეროს რომ მარსელინი ჩაიხრჩო წყალში. ან ზომმა მოკლა მარსელინი. დადი აქედან ზომბო. დახვია ჩემო ძმაო. დაიორაიტი. ეს ძალიან კარგი ქვა არის. Yes. ეს არის ზუსტად რაც მინდოდა. მაგარი რაღაც ვიპოვე. მოკლედ ეს ჩელენჯი უკვე მოგებული მექნება. რა იპოვე ალმასი? არ გეტყვი. დასწავლი არ არის, მაგრამ ჩვენ ჩელენჯისთვის ყველაზე საჭირო რამეა. ხო. შენ შახტაში ხარ ახლა? არა? No, man. Shit, no, man. ზემოთ ახვედი? ხო, იმას ფერმას ვაშენებ. Hey, yo, what the fuck? არ მჯერა მაგის. ფერმა არ უნდა აშენო, ფერმა უნდა დაიგიდო. ამ საჭმელი ხო გჭირდება ზომბი აპოკალიფსში რომ გადარჩე. საჭმლის გარეშეც კარგად ვიქნება. იხდა მგონი. აი, რა ვიცი, როგორც ფიქრობ, რომ საჭირო არის. გეუბნებით რომ რაღაცებს მატყუებ. მიხდა ემთლად ისეთი არ არის. ბიჭველი რაღაც კარგი იპოვა და არ მეუბნება. ისე მგონია, ეხლა რაღაც დებილობებს ვაკეთე. იმას უკვე რაღაცები აშენებული ექნება ხო იცი ბოლომდე მე კიდე აქ რაღაც ნახშირს ვთხრი შახტაში. რისთვის ვთხრი ნახშირს? სხვა დამჭირდება უფრო, ჩემი აზრით. ანუ დიდი რაღაც ციხესიმაგრე თუ მინდა ავაშენო, დამჭირდება. ხო იცი ტრაფების და რაღაცების გაკეთებაში ნული ვარ, სრულიად, ამიტომაც ხეც არ მაქვს და სად მივდიოდი შახტაში ამდენი რაღაცით. ეს ნახშირი არ მთავრდება და ანუ ვერ ვჩერდები რა, მინდა შევაგროვო, შეხედეთ რა კარგად გამოიყურება ეს ნახშირი. ეს ხო არა ვიღო? შეიძლება ამაზე იძახდა, რომ რაღაც ძალიან კარგი ვიპოვეო, ხო დასაბარაუდოდ ესენი. მეც ავიღებ მაშინ. ამაზე მგონი რომ დააბიჯებ ზემოდან, ანუ გერჭობასავით რა. ხოდა ჩემი აზრით ჯობია, აბა. ხო! უეჭველი იგი პოვა გეუბნებით. მაგრამ ეს კაი მატერიალი არის, ძალიან ბევრი ვიპოვე. გრანიტი ხალხო, ეს არის ძალიან მაგარი. მარსელინი კიდევ ერთი ძალიან მაგარი რაღაც ვიპოვე. ხო რა არის? რა იპოვე ესეთ? მე ნახავ როცა ავაშენებ. მეც ვიპოვე ერთი ძალიან კარგი რაღაცა. შენ რა იპოვე? არ გეტყვი. მეგონა ის მეტყოდა. მაგრამ აი ძალიან დონე რაღაცა არის და აი უეჭველი მოვიგებ რა მაგის გამო. ამზე დონე რაღაცები ვერ გექნება. შეხედე აი ამ ინვენტარს რო შეხედო, რა გააფრენდი. ხო ვხედავ. ვერც ვერ ხედავ. რაღაც ვიპოვე კიდე. რა იყო ეგეც? გავაგრძელებ რესურსების შეგროვებას. მაგარი ეთქეს ელაპარაკები და მე თიშავდა და მე შეიძლება საიდუმლოებზე ისაუბრო. მაგალითად აი ამდენი გრანიტი ყელში ამოვა. ოქრო ვიპოვე ხალხნო, იქნებ რაღაცაში დამჭირდება არც ჯერ. ეხლა გააკეთე რკინის წერაქვი, უეჭველი ძალიან წინ ვარ. აქ თაბლა რო იწერება ბიჭო, რომ მარტო ეხლა გააკეთე რკინის რაღაცა. შენ რა მანამდე გააკეთე? არ წამიკითხია. მე ორი გავაკეთე და ორივე გამიტყდა.
რებს აგროვებს. უკვე ალბათ ალმასები გაქვს მან შეგროვებული. სტაკა ხო? ალმასის ციხესიმაგრეს ვერ ააშენებ იდეაში. მაგრამ ბოლოს ხელოვნური ინტელექტი შეაფასებს შენს იდეას რას ააშენებ და მაგიტო ლოგიკა უნდა გამოიყენო. ანუ უკვე მოფიქრებული გაქვს თუ რას ააშენებ. ციხესიმაგრეს ხო? იქ ჩონჩხის ხვამას მისა. არიდა. მე წინასამეთყობას ვიტყვი რომ ამ 2 საათის ამ გავა 2-ჯერ მოკვდები შენ. მე? გემართება ხოლმე. არა. თვითონ თუ არ ჩავეხვჩე ამ გამოქვაბულში. წყალია მე ყველგან. მაღაროში თუ ბასეინში ჩავედი აბიც. შენ ჯაკუსში ბანაობ თუ რას? სად ბანაობ თოლებში ჩამხედე. აგახსოვს ეკუსიკა. საკმაოდ 18+ მუსიკა იყო თქვაც. ხო. მე ზემოთავედი უკვე. ამგვარი მეც ამოვლე ხო და დავზვერო. ხო, მე წავავაშენებ უკვე დავიწყებ ალბათ. ანუ ბევრი რესურსი და რაღაც დიდად არ მაქვს. არ შემიგროვებია. ხო, კაია. ეგ ძალიან მაგარი. რას დავცი? გონია შენ მოიპოვე ბევრი? ხო, რა, ინვენტორს რო შეხედო. ციხესიმაგრეს ხო ვერ ავაშენებ და რასაერი გამძლე უნდა იყოს. პატარა კოხი გამძლე ხო? ანუ თავი ისეთი უნდა იყოს, რომ გადარჩეს ხო? ხო ასე. კაი აზრი მოვიდე, კაი ადგილი ვიპოვე პროსტა და ოიე. კაროჩე, მეგობრებო, ეხლა აქ უნდა გავასწავრო ყველაფერი. აუ, აქ წყალქვეშა ზომბები არის. ენდერმენი? სარისკვარი ზან. მეშინია. არა. მოყალი, აუ, რა მომენტი იყო. მე მეგონა უკვე მოკვდებოდი. მეთქი, კი, ვიდი მოკვდი. არ მეგონა საერთოდ არ ნევიულობდი, ანუ. მეშინია. არა. პროფესიონალი, რატო არის? ხო, არაფერი არ ჩანს. ბიჭო, მაგრამ რესურსები არ მაქვს ვაფშე. მაგრამ ვიწყებ აშენებას. 2 საწოლი ხوارე, გონი უნდა გავერთიანდეთ, რომ ერთად წინსვლა გავგეთოთ. აუ ბიჭო, აქ ჩემთან ვიღაცები ხრჩობიან წყალში. ბიჭო, როგორ ავაშენე, ხო ფიქრობ რა რაღაც ნაგავი გავავთის. შენ უკვე დაიწყე აშენება? არა, ჯერ ღამით ვერ ავაშენებ. ვერ ვხედავ მინუსი მაქვს თვალებში ღამით. ფაკლები არ გაქვს? მაქვს, მაგრამ გარეთ მაინც არ ჩანს. აი ეს არის საჭირო. აი ეს რაღაც უეჭველი ნათი ამ არის ის. მე გამოვიყენებ. რა არ ვიცი ერთი. აუ ხი არ მაქვს ბიჭო, წერაკს ვერ ვაკეთებ. მე დავიძინე. რო დავყარყვა ის რო. ანუ ღამით ვერ აკეთებ? მე კიდე წერაკს ვერ ვაკეთებ, ფიზიკურად ხი არ მაქვს და ანუ არ მინდა. რანდება წავიდე მანდ. ხი არ მაქვს, ვერც გავცურა ვერაფერიტო. მე გავალ ხო ის კრიპერი გამომეკიდება და მერხევა, კაი გავრისკა. კრიპერი ბიჭო! არ ვიდა. ბიჭო, ჩონჩხი თუ რა არის? არა. ბიჭო, მაგრა და მერხევა. ბიჭო, ჩონჩხი! კატია კედან! ბიჭო, რატო დარბის? ვინი გაღუნა? ამ სიბნელეში ვერაფერს ვერ ვხედავ. კრიპერი, fuck off! ჩანდება ბიჭო, ლამის მოკვდი. ჯობია წავალ ჩემს ქასტელში. ბიჭო, რა ადგილია ესეთი დაწყავლილი. საჩათოვაში ვაშენებ. აქვე ზღვისპირას ხო არ ავაშენო. აუ, კი, მე კაი ადგილი ვიპოვე სახლისთვის. და ციხესიმაგრისთვის. ой, მედია ჩემს გვერდზე არ ხარ. ისეთ ადგილას გადავწყვიტე აშენება, რომ აქ უკვე ზომბი აპოკალიფსისი დაიწყო. დიდად კარგი აზრი არ იყო, მინდა გითხრა. იმათ წამოვიდა შტორმი. მოკლედ, ანუ უნდა მოვიფიქროთ ციხესიმაგრე. ვფიქრობ წყალზე რო იდგეს წყლიდან გასასვლელები ხიდები რო იყოს. აუ, ვაფშე, აი, გარტყმაში არ ვარ ავაშენო. მაგრამ წყალზე ციხესიმაგრე კაი იდეა არის, მგონი არა. აუ, მეგობრებო, გარტყმაში არ ვარ ავაშენო. პანიკაში ვარ. არ ვიცი, ზომბი მიცის სურვა? დიაში არა ხო? ანუ ეს ადგილი ავირჩია ქასლეს ასაშენებლად რა, კოშკის. ხო და ანუ კაი აზრია, ნახე დანგრეულ-მინგრეულია და ანუ არასწორი გამოვა საბოლოოდ. მე ხელოვნური ინტელექტი რას გადაწყვეტს, არ ვიცი. უეჭველი იტყვის რაღაც კრაფია. საუბრობთ ეს ყველა დამჭირდება რა. ფიფერი არ მოვიდეს. ესე რო იყოს, ანუ ცუდია. ფლინტი დამჭა მარტო. და ხეთ აქ ზომბი აპოკალიფსისი დამეწყო მართლა. ახლა ლავებს დავასხავ, სავარაუდოდ გარშემო. უნდა შევუდგე მოკლედ ბევრი ფიქრის რო არ მაქვს. მოდი დავიწყოთ იატაკი. სად რა არის? არაფერი არ ჩანს. ეს არის დიორაიტი, რომელიც წესით ძალიან გამძლეა. ლამაზია რა, თეთრი, ელიტური. მაგის სახლს ვერსად ვერ ხედავ, ეტყობა ჩემს გვერდზე არ აშენებს, კიდე კაი. ეგ საიდად, ბიჭო, ეს საიდად? არ ვიცი რას ვაშენებ სიმართლე გითხრათ. საიდად.
შიდა. ცოცხალი ვარ. ბიჭო მართლა მეკონა მოვკვდებოდი მეზიზღების პატარა ზომბი ბავშვები რომელიც 100 კმ/სთ-ში მოძრაობენ. თან ცუდი აზრი იყო აქ აშენება. ძალიან ცუდი აზრი იყო, მაგრამ კიდე კაი გათენდა. მოვასწორეთ ეს ზედაპირი. აქ იქნება შესასვლელი. ციხესიმაგრე ვაფშე როგორი არსებობს? მოგეჭვედი ერთი ორი კოშკი დაჭირდება. წმინდან ორი კოშკი, შესასვლელი, აქ მდინარე იქნება, ხიდი. აი სულ ესე დაღრჩობის ხმები უნდა მესმოდეს ახლა? ძალიან მაგარია, ძალიან კაი ადგილი ავიჩია. და მე წყლის ისიც იქნება რა, წყლის ზედაპირზე. და იქ იქნება გასაქსევი წერტილი, სადაც იქნება გემები, ნავები გამზადებული რომ გაიქცე. ზომბი აპოკალიფსია მაინც უნდა ყველაფრისთვის მზად იყო. ეს აქ რატო დავდგე არ ვიცი. ესე აქ საჭმელს დავიმზადეთ ჯერ არ მოკლე კიურს გავაკეთებ თუ მოვკვდები ხო? აქ მექნება რაღაცები რა ჩადებული ახლა. კვერცხი რატო ინდა და საჭმელი უნდა მოვიპოვო და კიდე ქვები უნდა მოვიპოვო. ნეტა დიმამანდრა საშვება. გამოვიყენებ კრეატიულობას და ვიზავ ასე. ხისგან რო ავაშენოთ ცუდი აზრია ხო ალბათ. ანუ ხეს მარტივად დაამტრევ რა წესით და ხო იცი ხისგან არ უნდა ააშენო. პირიქით რკინა მჭირდება, ქვები მჭირდება, რომ ხო იცი ზომბები ვერ შემოიპარონ, ვერ დაანგრიონ. ჩემი ციხესიმაგრე, ამიტომაც წავა მოვიპოვებ ჯობია ქვებს. საჭმელი არსად არ არის. რა პონტია? Where is my საჭმელი? საერთოდ რესურსები მალე ამომეწურება ისე. და კედლები უნდა ვაშენო, როგორი არ ვიცი. ზუსტად. ძალიან კაი ხმები მესმის რა. ან პრინციპში ეს ზომბები რო არიან ხო, როგორც დეკორაცია გამომადგება ხო? ანუ რომ ზომბი აპოკალიფსისი იწყება სამით. აქეთკენ გავცურავ ჩემი აზრით, შეიძლება საჭმელს ვიპოვი. რესურსები ეგრევე არ ამოგეწურება. ბიჭო ლამის ჩავისვარე ისე თქვი რომ გული გამისკდა. რესურსი გააქვს რომ ათხოვო ასე. გათხოვო? შენ ბანკი ვარ თუ რა? სესხი გინდა აიღო? აკაციის ხეს მოგცემ. და ნერგებს. რა ჩემ ფეხბად ჭირდება შენი ნერგი უკან გაიკეთე. რა საშენ დავიწყე ძალიან ბრტყელია რა ჯერ. აუ ბიჭო ჩემი ადგილი რო ნახო რა ვიცი რა. ანუ სამი რესურსის ტიპი მაქვს რა და საჭმელი გააქვს? ხო, ფერმა ვაშენე ხო გითხარ. მართლა აშენებ ფერმა? ხო, კოორდინატები მითხარე აბა. არა. რა დაფიქრდი? არაფერს არ ავიღებ, გპირდები. არა მაქვს ასადების. წივი დავდგე, ცარიელია. რკინა ბევრი გააქვს? მაქვს ერთი ცარი. შემდეგ მოკიდო ერთ სტაკა ქვაში ხო? ქვას მე არ ვაკეთე. შეჭერებით ვაშენ, მაგრამ ციხესიმაგრეს არ გავს რა. შენ ჩემი არ გინახია ჩი. დრო გინდა გითხრა რამდენი გვაქვს? საათი და 15 გვაქვს დრო. ძალიან ცოტა დრო გვაქვს. ძალიან. არ არის აშენებული არაფერი ჯერ. ცხენი ვიპოვე გინდა? მოყიდო. ერთ სტაკა ქვაში მოყიდი ცხენს. აუ, დიახ. გამიზიარე რა. იქნებ მოკპარავ? ვერა, მოგდიდია მომივიდა რომ ეს იყოს ქვედა სართული, სადაც მაგალითად ეს ხე. ChatGPT იტყვის რომ ეს ამას გაანგრევს ზომბი. ხო და აქ რო გაანგრევს, აქ იქნება ლავა. მაგრამ ლავა თუ იქნება ეს სახლი დაიწვება. გადამსხვედა აქვს საჭმელი. ისე ვღამდება ბიჭო, ბეკეკები იპოვე? ძმობას კებცები იპოვე ბეკეკები და გააკეთე საწოლი. ერთი მატყლი მაქვს. ერთი არ ყოფნის. მე პლაჟზე ვარ სადაც. და საფრთხეზე ავიშენებ ბასეინს, აი ზომბები რომ მოვდან, მე კარგად დავისვენებ. ავიღებ ტეკილა რაც კოქტეილი რაც მექნება. წამოვწვევი, გადავხედავ აი ამ სილამაზეს. შენ დასასვენებლად მოხვედი აქ? მეცოდინებო ეს ციხესიმაგრე არ დაინგრევა და ვერავინ ვერ შემოვა. აქედან აი აქ ავაშენე ჩემი ციხესიმაგრე ან დიმაშა ვერ ხედავ, მაგრამ ჩემი გამოწერები ხედავენ რომ აი იდეალური ადგილია, ალბათ. იდეალური ჩემიც არა, მაგრამ ჩემი აშენება არ არის იდეალური. აქ ამას ავაშენებ ხო? აი ნელა რო შენდება, ნუ ხედავ რა. გონებაში იხსნება და ბიჭო მე ისეთი ფორმა მაქვს. ანუ ჩემი აზრით ფორმას ანუ არ აქვს მნიშვნელობა რა. ან თავარი ისეთი იყოს, რომ ხო იცი გაუძლოს ზომბი აპოკალიფსის და ხო იცი რაღაც საინტერესო იყოს. შუშის ფანჯრები უნდა გააკეთო? ხო რა ჩაუტრიან. ხო იცი ესთეტიკა time. ჟალუზები კი არა რა ქვია. რკინის ის რა ქვია. ანუ რკინის ისინი რო არის ჟალუზები კი არა რაღაც. ფარდით უნდა დააკავო ხო ის რა ქვია. ზომბი. ფარდი. ფარდა ჩამოკიდებ კარების მაგერად.
და ვქნა რომ არ იმასაკეს რა ვერ შემოძლეს. ოპა, გაუვალი ციხესიმაგრე ვაშენე და ვეღარ მოდის ზომბი. გენიოსი. მეგობრებო, ეხლა აი როგორ ფიქრობთ, აი ამის საშენება კაი აზრი იყო. ზოგადად არ ვიცი, ციტად. ჯანდაბა ქვა დამიმთავრდა ისევ. ჯანდაბა ფლინტი დამჩამარტო. კრეში დავაშენებ. ამის საშენება ძალიან კაი აზრი იყო. ნახე, ვერ ამოდის. მე უკვე ჩემს მისია შევასრულე. ამას რო შეხედო, რა ვიტყვირო, ეგ არის. ოპა, ანუ ცოტა დაჭკვიანდა, თავის პატარა არ დაჭკვიანდეს. ხო შევინახო ეს ზომბი და ფრედი დავარქვა. ამაზე ეშენდება ხო? რა გენიალურია. აუ ბიჭო რა ბნელა არ შემიძლია რა ეს მუშაობა. ოპა, მე ზომბი ვყავს. უკეთ ამ ზომბს ფრედი დავარქვა. ნახე რა ტიპია. ფრედი. ანტონი რაღაცა გავაკეთე. მოგებული მაგ. ო არა. ამას არ შევინახავ. თუ ესეც ხო არ შეუშვავდი. დი? მაურაციერია. იმა რაღაცა ყვირის. არა. იერია ამას. შევინახავ. ბიჭო ჩემთან ისე ვიღაცები ხრჩობიან აქ. ტვინი გაყუდე, წადი დაგე. არ მომკლას. კიდევ კაი. ფიქრობ აი ამებს დავამზადებ ესე ხო? კაი აზრია ჩემი აზრით და აჰა. სადმე აქ? აუ ესე არ შვება, არ გადადის. ქვა არ მაქვს. ქვა ისევ არ მაქვს რა პონტი. ოპს რისკს უნდა წახვიდე. რა, ოპსა ჭკვიანურ რისკს უნდა წახვიდე. შეიძლება ეს რისკი ჭკვიანური არ იყოს. გაუვადია, всё. ხეთ გონი ესე კაი აზრია, თან ლამაზიც არის. ასტატიკა. ღამე როგორ არის? ეგ არის ხალხო. გვასრულებ ვიდეოს, ეს არის გაუვალი ციხესიმაგრე. ფაკლები დავდგათ, რომ თან ლამაზიც იყოს რა. ესე მოვყდები? კი, ან მუშაობს. რომელიც ეს გრანტით იქნება. გრანტი რაც პონჩი გავს არმატურას. არმატურა ძლიერია შენობაში. ამიტომ ამის პერიმეტრზე გავაკრავა. გრანის გავაკრავ პერიმეტრზე. კიდე ფაკლები მჭირდება, გავანათო. ვფიქრობ, თან ლამაზიც რო იყოს და შორიდან რო ჩანდეს, რო აქ ანუ ტრაფია და ტრაფი კი არა, აპასნი ადგილი რა, ესეთი. აუ, ჩემი აზრით დონია. ვერც ერთი ზომბი აქ ვერ ამოვა, ხო ხვდებით? ანუ კაი არა? გონი კი? დედა რისი ხმარი? აუ არა, ფრედი. აუ, ფრედი ჩაიწვა. აგი დიდი მომავალი მქონდა მსამ დაგეგმილი რომ ნახავდა რომ ვერავინ ვერ შეიპყრობდა მაგის ჯიშისგან აი ამ ციხესიმაგრეს. თვითონ უნდა ვჭამო თორე აქვე მოკვდები. ფრედი რატომ მოკვდი? არა ფრედი. ეხლა დიმა დაგვრჩა ზუსტად 1 საათი. წევან შენთან ძალიან ცუდი ინციდენტი მოხდა. რა მოხდა რაღაცა გიფეთქდა უეჭველი. არა ფრედი მყავდა და სამწუხაროდ მზე გამოვიდა და დაიწვა. ფრედი ზომბი იყო? ზომბი მოიშინაურე? მეგონა რომ ვაჩვენებდი რა როგორ გაუმტარდა ყველაზე გამძლე ციხესიმაგრეს ავაშენებდი. მზისით ոչ შეეწირა ზომბი. ექსპერიმენტებს აკეთებ ხო? ყალში უნდა ჩაგედგა. ისე 1 საათი კაი ბლომა დრო გვაქვს ხო? რათა რელაქსზე ვარ, ხო ესე ვაკეთებ. გზა ნელა გადის. რელაქსზე მაგრამ არაშენებულა ჩემთან არაფერი ეს რა არის? ჩემი ვაფშე საგარბეჯი არის. ChatGPT-ს ან გაუსწორდება ამების და რო უსდება. ამ პროექტის იდეა იმაშია, ხო, უეჭველი. ანუ ვაფშე არ მაქვს ჯერ აშენებული ციხესიმაგრე, მაგრამ 1 საათი მაგჯერ დრო. კაი რესურსები უნდა ვიპოვეთ ხო ისე. ჩემთვისაც იპოვე რა. ბიჭო, ბეკეკა იპოვე რა. დავიძინოთ მე. როი მოგზაურა შემიძლია რა მე ვიპოვო კარგი. აუ მე სადაც არ დავდიოდი მოგზაურობაში არაფერი არ იყო, ან ვაფშე რა. ვა, გოგრა. გოგრის ნამსხორი შენი ასეთ ჩარე შეაშინებს. აი ესე გოგრა აშინებს იმებს. ჩიტებს და ზომბსაც შეეშინდება. ანუ ალბათ შეგვიძლია დეკორაციები და რაღაცები დავამატოთ. აი ვიპოვებ ბეკეკებზე. ცხრის ფარა. Sorry. პრინციპში მოვკლავ ზომბი აპოკალიფსს მაინც ვერ გადაურჩებიან. ეს უნდა დავასხა შეხედე. ესე. არა! საწავიდა. არა, იქით არა.
მაშინ ესე უნდა უწიო ცოტა ზემოთ. ამას კი სახში წავიღებ და იმას დავუდგავ. ფრედის სამახსოვროდ. ის უნდა ავიღო ეხლა. სადაა ჩემი ნავი უნდა გავცრო? ძი? ლარისკე. პეჩენია ხوار გავაკეთე. პეჩენია შევთავაზო ზომბს და სახში წავა ხო? რას ფიქრობ რა პეჩენია რო დავამზადო და ზომბს მივცე და მივართვა. ხო იმას იდევს წავა სახში. ბედნიერი. ხობა, ეგ ყველამის. ეგ Minecraft-ის კანონია ეგეთ. კაკაო ვიპოვე და მაგას შეუდგები ახლა. ნახეთ რა კარგად გამოიყურება. ანუ შენ სადღაც ჯუნგლებში ხარ ახლა, ჯუნგლებთან ცხოვრობ. ვერ დავუძახებ ამას ჯუნგლს, იმიტომ ერთი 5 ხე იყო. 5 ხე. ერთი 20 ხე არის ჯამში. რა ხდება? მაგარი იდეა მომივიდა კიდევ. ბიჭო რა ხლამს ვაშენებ დაჟე არ ვიცი რა. ნახეთ not bad რა. ხეთ ახლა მეებს დავდგავ აქ და რაღაცას გავს რა, ანუ კი არ მეყოფა, მაგრამ ნაკვის გადემისგან რო არის ეგ ვიცი აშენებული ჩვენი სახლები. აუ მომშინდა ძონტო. იმდენი ხანი ვამზადებდით ამ setups. ხო. შეაფასებდა მეგობრებო, ვისი setup-ი უფრო ლამაზია უკან. ჩემი ვაფშე ხლამობა, ეს არის ჩემი განათება. ჩემი ფონია ეს რაღაც ხლამი, რომელიც ანათებს, რომელიც არც ჩანს. წყალმა გამოჟონა. ესე წყალი ყველგან ჟონავს და იდეაში ჩემთანაც ხوار გავუკეთე ისე რომ გაჟონოს და ზომბები გამოჟონოს ციხის მაგლიდან. აუ კიდევ ერთი იდეა მომივიდა. ის მე ძალიან არ გაინტერესებს ChatGPT რას. აუ კი დაინტერესებს და უეჭვი რაღაც ხლამს სიტყვის. ნაგავი არიან რაღაც ეგეთი და გვარო უსთებს. ეწონებოდა. ცოტა თავში დარწმუნებულობა. შენ იმდენად დარწმუნებული ხარ, ანუ იმდენად კარგი რაღაცა აშენე? მე გამოსცილება მაქვს ეგეთ რაღაცებთან. ნახეთ, უკვე გავს კოშკს, შეხედეთ, თეთრი ამას. მე ენდერმენის ხმამეს მის ძალიან მაგრა გამოიყურება ჩემი სახლი. რაღაც ეპიკურია. ბიჭო, მართლა იმას გავს ჩემი სახლი, ჩემი კოშკი, Resident Evil-ს. ბიჭო, დოდეა. ბიჭო, ზომბები, ოპოპა, კრიპერები 1000 ვიღაც არის. წადით აქედან. ეს რა არის, არ ვიცი. აქ ხო შევინახო ისინი ზომბები და რო თვითონ ზომბს შეეშინდეს, რა შენ კრიპერია და შეიძლება ააფეთქოს. და ჩაიხრჩე. წადი აქედან. ბიჭო, ეს აი ამის ხმა უნდა მესმოდეს ახლა. როგორ ამოვიდა? ნახეთ, ბიჭო, ძალიან კარგად არ მუშაობს ჩემი კოშკი, ჯერ უნდა გავთვალო უფრო კარგად რა ხო ხდებით. მაგრამ პრინციპში დონეა. ოი. მადლობა. ცოტათი ქვა მაინც მომცა. ზომბი აპოკალიფსში თუ გადარჩი და წესიერი ხედი არ გაქვს, რა უნდა ვაკეთო? ძალიან მაინტერესებს დიმა რა პროგრესიაზეა. ჩემზე მეტი რაღაცები აქვს აშენებული. უნდა მოვიგო ეს ჩელენჯი. არ ვიცი რა, მაგრამ ჯერ აი საუბრად ფრედის საპატივსაცემად. აქ იყო ფრედი საპატივსაცემად დაიდგა მაგისტრის, ისე არ დატოვე. რელაქსში აქ ვაშენებ რაღაცებს. თი ეგ ზომბები მიშლიან ნერვებს, რომელიც იხრჩობიან. შეხედეთ რა სახლია, ჯერ ბომბე არა დასრულებული რა თქმა უნდა, მაგრამ კლიანობაში ძალიან ეფექტურად გამოიყურება, მინდა გითხრათ. ამას შეხედეთ, განსაკუთრებით აი აქ ეს ვინ არის, სად არის? ძლივს გათენდა. კინა საიდან გავჩთო? პროსტა ესე გავაკეთო, ანუ მასეც წავა რა ვფიქრობ. მეგობრებო, რას ვაშენებ? აი, არ ვიცი, არ არის ლამაზი დიდად მინდა გითხრათ, მაგრამ რო გავადიდო მეზარება. ნახე, ესეთი დაბალი ჭერი არ მიყვარს. სტაფილოსფერი საწოლი. რო პატივცემლობა იქნება თუ არა, მაგის გვერდით ამ დავიზინო, რომ მარტო დარიგრძნოს იმ სამყაროში თავი. ნათი საწოლი ავაწყე. ვა, როგორ მოხდა? ხა დილა უკვე ზეგან გათენდა. ეს გამიჩერდა მშენებლობა და ვერ მოხდიდა. პროკრასტინაცია დამეწყა. მე კიდე რაღაც ანუ ხლამი გამომდის ახლა. ეს რამე არის შენობა არის და მე ვეღარ ხვდები რას ვაშენებ. ბევრია, ანუ მე თითქმის ავაშენე. ანუ რაღაცები კი მაკლია და გაუმჯობესება საჭირო არის. ხო იცი, დეტალები ყველაფერს გადაწყვეტს. ერთი ძალიან ინტერესებს შენ რა აშენე. ჩემი კოშკი დონეა რა, ანუ მეც მაინტერესებს რა ვაშენე. ChatGPT მოიტყვის, ვერ მივხვდები რაც ავაშენე. კაროჩე მეგობრებო, აზრი მომივიდა, შემიძლია, ანუ სახურავი ხო გავაკეთო? იასნია ხა. სახურავზე დავთესავ სხვადასხვა ხეს. ანუ თუ გადარჩენაზე ვართ, ხო? ანუ ხის ზაპასი გვჭირდება, ესე ვთქვა. ანუ მაშინ ფერმაც მჭირდება.
საზღადავოტიო აქ ფენა. ფერმა არ მჭირდება, რადგან წყალში ვარ. ანუ გარშემო წყალია. ანუ ვითევზავებ. ანკესი უნდა გავაკეთო. დასრულდა წყლის ტექნიკა ხრიკი. კი უნდა სადგური უნდა ვაწყო პატარა. რომელიც აქიან თოკით რაღაცით შემეძლოს ჩასვლა და გაქცევა. იდეაში მენდა დააშენებინა ესეთ საქმე, რომ ფუსორი ესეთი ხიდი, რომელიც იღება და იკეტება. არ მქონდა მოედნით რომ მქონდეს. და მიწაც არ მაქვს. არაფერი არ მაქვს. დროზე გავცუროთ სანამ არ დაღამდა. აქ უნდა გაკეთდეს ხიდი. ეს ხიდი რომ უნდა გაიგოს და დაიკეტოს. მაგრამ 40 წუთი ცოტა დრო არის, მოგეთ უნდა ვიჩქაროთ მეგობრებო, რომ ერთად გავუძლოთ ამ ზომბი აპოკალიფს. ფიქრობ, რომ აი აქ ხიდი იქნება პატარა სასვლელი წყლის ზემოთ და შუაში ჩავდგავ TNT-ს, რომ თუ ზომბი შემოვა, იმ ხიდს ავაფეთქებ. ხო მაგარი აზრია. შეხედეთ რა კოშკია, შეხედეთ რა სილამაზეა, ბიჭო, ჩემი აშენებო. ქვა არ მაქვს. დიახ, ეს ქვა, ანუ ქვის მოპოვება დღეს დამესიზმრება ალბათ. ეში ხიდი ხონდა იყოს ხის და არა ქვის, ხო? აქ დარავიშა. ChatGPT მიხვდება რომ ქვა სასოფლო-ნაკლებად გაანგრევანა. აი ესე გავაკეთე. ანკესი უნდა გავაკეთო და ჩავდო სკივრში. ჩანდეს რომ აქ უსაქმურად არ ვზივარ. შენებ ციხეს იმაგრეს გავმაგრდებით ზომბი აპოკალიფსის დროს. დიმა იქ მღერის რაღაც ხმები მესმის. ისე დავდგა აი აქ. შემოდამ ვჭირდება ლეველი მოგონთ. და არ უნდა ჩავაჭიროთ უბრალოდ. თორე აქ ვიფეთქდება სახლი. აქ ზემოთ დავთესავ ედემის ბაღს. ყვავილები იქნება, ხეები, შუაში კიდე წყალს გავაკეთებ. ხომ არა საჩავარ. მაშინ ეს უნდა ავწიო მაშინ. ჯრამდენ beautiful. შეხედეთ, არქტიკული ნათება. აი იქნება კიდევ უფრო მეტი ძვალი რა ვიყავთ ამ ღამეს. სამ ნათია დამიკავშირდება და ციოს დააპირებს. ვარ ლამაზი მთვარეა. კოშკისთვის აუცილებელია Lord of Rings გამახსენდა, ასე რომ აი ესე. აუ, მაგრამ ქვა ისე არ მაქვს. მოდი აქ. მოდი. შემებრძოლე. თუ ძვალი ხარ. ღამის ციალი ნახე? ისი არქტიკული რაღაც ნათვარი. ჩრდილოეთის ციალი. ჩრდილო მაინკრაფტული ციალია. მასე ქვია? რა თქმა უნდა. ყველა მის. ბოჭორი რაღაცას მაპოლებს ხო? მწერთ კომენტარებში. ჩამეცი მე მაგას. თქო მიხდა. ზანდა ვიყოლე. Run. Ამდენ დრო დარჩა. დრო? დრო დარჩა მეგობრებო. 27 წუთი გვაქვს ზუსტად. ბევრს ვერ მოვასწრებ. ხო, ასეა. ერთად გავაკეთებ რა. გავვალი იყოს. შეიძლება დავიზინო. აუ, ხო ბიჭო, სულ დამავიწყდა. ხო ის ძლივს არ გაქეკ მატრასი. აუ, ზომბი რო იწვის ფრედი გამახსენდა. ჩონჩხი. ჩონჩხი. კარი ბიჭო, კატი მოვკალი. აქ გონი მართლა ყოველს რთულია რესურსების პოვნა. ანუ რესურსების რა, ქვიშა გჭირდება და ხო იცი ქვა ბევრი ძალიან. როგორ ფიქრობ, ჩვენი ორიდან რომელი მოიგებს? ჩემი რა თქმა უნდა. რატო ერთი? გონია უფრო კაია ჩემზე? რა თქმა უნდა. ჩელენჯი არის და ჩელენჯის მოგებანი ყავს ხოლმე. ხო, შენებული სკილი არ წარმოგიდგენია რა გაქვს აშენებული, მაგრამ ნატურალს კაი გექნება აშენებული გავუცდები. და ის უფრო ხარმა უნდა იყოს ეს რა არის. ამიტყდა ყველაფერი. აჰა, გაკეთებურა. აქ ესეთ ლამაზი. ხო, აქ კიდე ყვავილებს დავთესავ. ვაფშე არ ვიცი, რამდენად კარგი გამოვა და რამდენად შეეფერება ზომბი აპოკალიფსის, მაგრამ ეს ესეც ხიდი უნდა იყოს. თუ გაიხარებს ჩვენი სოფლა. ყვავილებს მოვიპოვი და რა ვიცი. გაუჭედე. როგორ გავიდიახდე. წინ ყვავილებისკენ. და Minecraft-ში რა ლოგიკა? ისეთი უნდა ააშენო, რომ თითქოს და გაუძლოს ზომბი აპოკალიფსს. თითქოს. აუჭერი არა მაგხადა. თუმცა რა ერთი შესასვლელი არ მევასება ეს რა არის? წყალიც ესე, კიდევ ერთი. ლამის ჩავვარდი ლავაში. ცუდი ენდინგი იქნება და
ერი არსად არა მაქვს ღმერთო. მათ შენი ჭერი როგორ აშენებულია? ანუ თითქმის ხო. მე ხა შევხედე ჭერი არ მქონდა საერთოდ. ჭერი არ ქონდა ვაფშე. ეხლა 15 წუთი დარჩა და უი არა უკვე 14. კარები ვაფშე არ მაქვს. ანუ არც მჭირდება ალბათ. მაგრამ ზემოთ რა საგარბეჯე მაგ ბიჭო რატო? ამას ვერავერ გაანგრევს ამ ბლოგს. ხა პიროთ უფრო მაგარი გახდა. ეს ჭერი მინა მანერვიულებს. შენ შიგნიდან ძიმა ანუ ლამაზად გაქვს? შიგნიდან გაშენ ჭერი რითი დასრულდება, მიწით თუ არ დავასრულე აშენება, მაშინ კაი იქნება. პროსაჯა ზემეტად დიდი რაღაც ის ამბიცია გამიჩნდა და ხედავ რომ მაგისტრატი ამოქვა ვაშენა. 9 წუთი დაგვრჩა. მოკლედ ეს ჭერი თითქმის მზადა არა. ჯანდაბა შიგნით საგარბეჯი მაქვს იმენა აშენებული. იმ ჭერს რო დაინახო გავუწევ. შუშისგან გაკეთებული. შიგნიდან რას გავს? იატაკი დამავიწყდა ვაფშე. დაცული უნდა ვიყო და იატაკი ფლინტისგან მაქვს. ხოდი რომ აი ეს ხე დამცავ ფუნქცია შეასრულებდა, მაგრამ მე ხო ხვდები რომ მოუჭრა და რესურსად გამოიყენა. 6 წუთი გვაქვს. 6 ბიჭო საამადე გადეს რა. ხორა ჩქარად. არა ისე რა ჩქარე. ეხლა გასასვლელი მაქვს. ან მე პრინციპში დავასრულე თუ რა აღარ მახსოვს. აუ კარი არ მაქვს კიდე. სამბებო ვინც კიდე შემოდით. ამას გავაჩენ. მიდი. არა ბიჭო ერთი ქათამი მაინც გაჩი. რატო არ გაჩნდა? 4 კვერცხი ვისროლე რა და არც ერთი არ გაჩნდა. ქათამი რა თქმა. ბიჭო რო ზემოთ თითქოს და ხო იცი ფერმასავით გაქვს რო გადარჩე. ფერმა. ჯერ ხო გააკეთე ფერმა. ფერმა რომელიც მაქვს ხო. ერთი რკინა ვიპოვე. სირიოს ნიშნავს ეს. აუ მარა ქრება. მოკლედ არ ვიცი ამ ზომბი აპოკალიფსს გადაურჩები, მაგრამ აი აქ მექნება სკამი, დაუჯდები და ჩემს რეალობას მივიღებ და ზომბი რაც იქნება, ვინც მოვა ჩემს თავს, ასე მივანდობ. სამყაროში უაზროდ არაფერი არ ხდება, შესაბამისად ზომბმა თუნდა შემჭამოს, მე ზეთ ღმერთმა ასე გათვალა. მე მზად ვარ, ან დაჟე არაფრის დამატება არ მჭირდება, რადგან არაფერი არც მაქვს. დრო გავიდა. ეგ არის. დრო ამოიწურა. გააჩერეთ აშენებები. წყალზე აშენე. ხო, წყალზე. ვა, შორდან კარგად ჩანს. ხო, ვიცი. შენ ესე აქედან გვერდიდან შეხედე, ნახე, რა ლამაზია. არა, მეორე მხრიდან, იქიდან არა. იქიდან არაფერი ამიშენებია. ის უკანა მხარე. ხო და აქ ბიჭოში, ანუ წყალში რო ავაშენე, წყლის ზომბები იყვნენ რა და სულ დაღრჩობის ხმები მესმოდა. ეს მაგარია. შემოდით. ეს ჩემი კარებია. აქედან შემოდი, არაფერი არ არის. ერთი საწოლი მაგადარჩენისთვის, ერთი სკიური ხლამით და ცოტა საჭმელი აქვს. ჯაჭვები მაქვს, ნახე, რამდენი რკინა დავხარჯე. ხო და აქედან ზემოთ რო ადიხარ, აქ გავაკეთე გადარჩენის ესეთი ედემის ბაღი. ანუ ხო იცი, წყალი არის, შეგიძლია ახვიდე რელაქსი მიიღო რაღაც. გადარჩენისთვის ხეები გაქვს. ყვავილები პროსტა რა ვლამაზია რა. გამშვიდებს ეს არის. მე უფრო ნაკლებს მოველოდი. ეს არის შენ ბარიერი? ბამბუკი. ვა, კაი აზრია. რა შენი სახლია აფეთქა? ვა, შენ შეგინდა კარგად გაკეთებია. ეს ცოტათი სხვადასხვა ხისგან. ის რა არის შესავად? აქ იყო ფრედი ხო? ვაუ, ბიჭო, ზალამაზია. მეც აქ რა წერია? გაიქეცი აქედან. ვაუ. ბიჭო, დოდია ესენი ვაფშე. არ მიფიქრია მაგაზე. კაი აზრია. პრინციპში not bad, ანუ. შენ უფრო იჩალიჩე ხო იცი შიგნიდან რო გააკეთო ლამაზად და იცი კომფორტულად და გაქცევის ვარიანტები გაქვს. მე კიდე არ მაქვს გაქცევის ვარიანტები ვაფშე. თუ დამერხევა რა. ჩვენ ჩავაგდეთ ჩვენი ნამუშევრები ChatGPT-ის ჩატში და გვაქვს პასუხების სახეზე. მოდი ახლა მოусმინოთ და
გავიგოთ ვინ არის გამარჯვებული. იმას ციხესიმაგრიდან. იმას ბაზა ერთი შეხედვით გავს ადამიანს, რომელმაც თქვა, მოდი გავაკეთებ ბუნკერს, მაგრამ ისე, რომ Airbnb-ზე დადებაც აღშემწყვეს. გარე მხრიდან მას აქვს ჭკვიანური პოზიციონირება, რადგან წყალი, დაქანება და ნაწილობრივი იზოლაცია ზომბებისთვის უხერხულ მისადგომს ქმნის. ზუსტად. შიდა სივრცე ყველაზე ცოცხალი ნაწილია ამ პროექტის, რადგან დერეფანი, ზედახედვა და სამუშაო არეები მიანიშნებს, რომ დიმა მარტო გადარჩენაზე კი არა, ყოველდღიურ რუტინაზეც ფიქრობდა. ხო, რა თქმა უნდა, ჯერჯერობით კარგად აზროვნებს რა, მომწონს. მაგრამ მერე უცებ მოდის ის გრძელი შუშის ფასადი და მთელი თავდაცვითი ლოგიკა ცოტათი გადაიქცევა ფრაზად. ძმაო, აპოკალიფსი კი არის, მაგრამ ხედიც ხომ უნდა დავაფასოთ. თუ ზომბები შიგნით ვერ შემოვლენ, ძალიან კარგი, მაგრამ თუ ერთი ჭკვიანი არსება, ან უბრალოდ ცუდი შემთხვევა მოხდა, ეს ფანჯარა იქცევა დიდ ლამას პრობლემად. ანუ ხო, შუშა ხო გჭირდება, რომ გაიხედო რა ფანჯარა. მაგრამ ზომბები ჩაგდეხავანი. შესასვლელი ნაწილი დამაჯერებელია იმდენად, რამდენადაც მტერი თავაზიანად გარს დააგაგუნებს. ხოლო ზომბი აპოკალიფში ასეთი ოპტიმიზმი უკვე პრაქტიკულად კომედიის ჟანრია. დიმას ყველაზე დიდი პლუსი არის ის, რომ აქ ცხოვრება შეიძლება. შეგიძლია იმუშაო, იმოძრაო, გაიხედო, იფიქრო და ორი კვირის მერე კედელს თავით არ შეასხდე. ყველაზე დიდი მინუსი კი ისაა, რომ მან ეხლა დავიწყოთ მარსელინის შეფასება. ყველაზე თავარი და გამოტოვა პროსტა. ყველაზე დიდი მინუსი კი ისაა, რომ მან უსაფრთხოება რამდენჯერმე გაცვალა ესთეტიკაში. ანუ, ციხესიმაგრის ნაწილებში არქიტექტორი იგებს, მაგრამ გადარჩენის ინსტრუქტორი აკებს. ეს ნაგებობა მყარად არ გამოიყურება როგორც აბსოლუტური ომის მანქანა. თუმცა საკმაოდ ჭკვიანურად გამოიყურება, რომ ადამ როგორც ადამიანის თავშესაფარი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ცხოვრება მხოლოდ შიშით არ უნდა გავიდეს. საბოლოოდ დიმა მააშენა ბაზა, რომელიც ამბობს: მე გადავრჩები, მაგრამ თუ მოვკვდები, ინტერიერი მაინც ძალიან კარგი მექნება. იმას ძლიერი წერტილები, ნავები და წყლის მისადგომი გაქცევის ან მომარაგების კარგ ვარიანტს ვტოვებს. რა თქმა უნდა. ზედახედები და ფართო სივრცე დაკვირვებისთვის პლუსია. დიმას სუსტი წერტილები. ზედა დიდი შუშის მონაკვეთი. არის აშკარა სუსტი ადგილი. შესასვლელი ზედმეტად მიწიერი და არც ისე მკაცრად დაცულია. დეკორი და ღია ნაწილები უფრო ესთეტიკას ემსახურება ვიდრე თავდაცვას. ღამით ასეთი ღია სივრცე ფსიქიკაზე დაიწყებს მუშაობას. ყველა ჩრდილი მტერი მოგეჩვენება. მარსელინის ციხესიმაგრე გამოიყურება ისე, თითქოს კაცმა გადაწყვიტა კომფორტისთვის საერთოდ ეღალატა. სანაცვლოდ დაეშენებინა ადგილი, რომელიც ზომბებსაც და სტუმრებსაც ერთნაირად არ მოეწონებოდათ. შთაბეჭდილება სწორედ ეს შენობა აშკარად არავის ებატიჟება და ზომბი აპოკალიფში ეგ უკვე ნახევარი გამარჯვებაა. ანუ იმნა რავის არ უნდა ურაში მოსხდება. აი, იმდენად სულია? ან სახიფათო ჩანს და ისეთ მიუვალია ალბათ. ან მიუვალი ნახტა რა სიტყვას. სმული მძიმე ქვის მასა, მაღალი კედლები და მკაფიო პერიმეტრი ქმნის ნამდვილ ციხესიმაგრის განცდას, სადაც მტერმა ჯერ მისვლაზე უნდა იტიროს და მერე შეტევაზე იფიქროს. დაცვის კუთხით მარსელინი ბევრად უფრო პარანოიდულად. ამიტომაც ბევრად უფრო სწორად აზროვნებდა. მისვლაზე უნდა იტიროს, რადგან აქ თითქმის ყველაფერი ამბობს. ჯერ გადარჩი, მერე იფიქრე დეკორზე. მაგრამ ამავე დროს, ინტერიერი ისეთი გულითადი ცარიელია, რომ იქ ცხოვრებისას ადამიანი შეიძლება ნელ-ნელა გადაიქცეს საკუთარივე ციხის მოჩვენებად. საწოლი, ზარდახშა და ეს უხეში შიდა სივრცე არის არა ბაზა, არამედ გადარჩენის ბეტა ვერსია, რომელიც თითქოს ჯერ კიდევ ტესტირებაშია. ზედა ნაწილი, ხეები და ცოტა ქაოსური სილუეტი საინტერესო ხასიათს აძლევს ნაგებობას. თუმცა ზოგ წერტილში ეს უფრო ველურ ენერგიას გავს, ვიდრე ზუსტ სამხედრო გეგმას. ფსიქიკის კრიტერიუმში მარსელინიმ საკუთარ თავს დაუნდობლად მოექცა, რადგან ამ ციხეში 5 დღე იცოცხლებ და მე-6 დღეს ქვებს სახელებს დაარქმევ. ამ პროექტის სიდიადე იმაშია, რომ მტერს აშინებს, მაგრამ საბოლოოდ მარსელინი მააშენა ნამდვილი გადარჩენის ნერვიული მონასტერი. ნაკლები ფუფუნება, მეტი გადარჩენის სუნი, ჩენი სუნი და აშკარა მესიჯი. აქ კომფორტისთვის არავინ მოსულა. მარსელინის ძლიერი წერტილები, წყალში ჩასმული და ქვით გამაგრებული კონსტრუქცია ზომბებისთვის ბევრად უფრო მძიმე სამიზნეა. მაღალი კედლები და მკაფიო პერიმეტრი ნამდვილ თავდაცვით განწყობას ქმნის. მართალია. მასალაც უფრო მძიმე და გამძლეა. ზედა ნაწილი გარკვეული თვითქმარობის იდეასაც აჩენს.
მარსელინის სუსტი წერტილები. შიგნით ცხოვრება უხეში და მოსაწყენი ჩანს. ლოჯისტიკა სუსტია. საცხოვრებელი კომფორტი თითქმის მინიმუმზეა. ზოგ ადგილას კონსტრუქცია დაუმუშავებელი და ქაოსურია. ფსიქიკისთვის ეს ადგილი მძიმეა. ზომბებმა რომ ვერ გატეხონ, შეიძლება მარტოობამ გატეხონ. ანუ მაინც მოკლე. აკიან გაიგე რა ხო ეგ არის. ჯოგერი ხდება. არის შუალედური ვერდიქტი. ორივეს აშკარად სხვადასხვა ფილოსოფია ჰქონდა. დიმა მააშენა საცხოვრებელი თავშესაფარი, რომელსაც ციხესიმაგრე დასაღებს. მარსელინი მააშენა ციხესიმაგრე, რომელსაც საცხოვრებლად როგორმე ამუშავებს. ანუ, ერთი უფრო ადამიანურია, მეორე უფრო ომიანი, ერთი უფრო კომფორტულია, მეორე უფრო დაუნდობელი. საბოლოო ქულებს და გამარჯვებულ შემდეგ შენს ბრძანებაზე გამოვაცხადებ. გიბრძანებ რომ ახლა შენ გამარჯვებული გამოავლინო. არ უყურო. იმას ბაზა ერთი შეხედვით გავს ადამიანს, რომელმაც თქვა, მოდი გავაკეთებ ბუნკერს, მაგრამ ისე, რომ Airbnb-ზე დადებაც. სხვა კასეტა იყო. დიმა მააშენა უფრო საცხოვრებელი და გონივრული თავშესაფარი, მაგრამ მარსელინი მააშენა უფრო ნამდვილი ზომბი აპოკალიფსური ციხესიმაგრე. ამიტომ საბოლოო გამარჯვებული არის მარსელინი. სამყაროს დასასრული მოვიდა. დიმასთან იცხოვრებდი, მაგრამ მარსელინის კედლებში უფრო დიდი შანსია საერთოდ არ მომკვდარიყავი. და აპოკალიფსში ბოლოს ეს არის ერთადერთი დიზაინი, რომელსაც მნიშვნელობა აქვს. ვაუ. ასე ზვიცოდი ბიჭო. ხო, მეც რა იდეა შენი ნაგებობა დავინახე, მართლა ციხესიმაგრეს გავს, რომელიცგან მისავალი არ ქონა არც ერთი მხრიდან. გენიოსობა იყო. შენი უფრო ისა კომფორტული ხო ის თითქოს და აგარაგზე მიხვედი და ხო რაც მომენტში მეთქი. კოტეჯში. ამაზე ჩვენ დავამთავრებთ ამ ვიდეოს, იმედია მოგეწონათ დაწერეთ კომენტარებში და ლაიქეთ ვიდეო. დალაიქეთ, გამოიწერეთ, ასევე დაკომენტარეთ როგორ ჩელენჯს ნახავდით შემდეგში და გნახავთ შემდეგ ვიდეოში. ხო და თუ მოგეწონათ ანუ ჩვენი კოლაბორაცია რასემშვიდობები. თუ მოგეწონათ ჩვენი კოლაბორაცია, დაგვიწერეთ კომენტარებში, შეიძლება უფრო მეტ ვიდეოს გადავიღებთ ერთად. ხო, ჩვენ ამაზე დაგემშვიდობებით და ჩვენ შეხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახავთ.